სენაკის რადიო. მოგესალმებით, დღეს ჩვენ სენაკში ვიმყოფებით და ვხვდებით ძალიან საინტერესო თემატიკასთან დაკავშირებით სენაკის მკვიდრის ქოჩა ნაჭყებიას, რომელმაც ძალიან საინტერესო იდეა თავის თანამოაზრეებთან და პირველ რიგში მის ვაჟთან ერთად დაიწყო, ჩაუყარა საფუძველი ამ ჩანაფიქრს და ეს არის დღე, როდესაც მათი ძალიან კარგი იდეა რეალობად იქცა. ვარ აფხაზეთიდან დევნილი 94 წლიდან 1994 წლიდან სენაკის სამხედრო დასახლებაში და ჩამოსვლისას შემოხვდა ადგილობრივი ბიჭი დათო ჩაჩიბაია, რომელიც სამხედრო დასახლებაში ცხოვრობდა და გეწყვით რომ ახალგაზრდობისა ძალიან სპორტის მოყვარული ვარ და ლელოებს როცა ვიწერდი ყოველთვის ვწვდებოდა მის სახელი და გვარი. გაზეცგულის, ხო? ყოველთვის ვწვდებოდა მის სახელი და გვარი. აი როცა აღმოჩნდა მასთან ჭადრაკის თამაშიც თითქოს აი დავინტერესდი ჭადრაკზე. თუმცა თავისი ბიჭის რეალიზება დათო ვერ მოახდინა გარკვეული მიზეზების გამო. ეს უპირველესად იყო აი საზოგადოებაში რომ დაინგრა, მე დაფინანსება ვერ იქნა, ტურნირებზე ვერ წავიდა და ნუ რაღაც ბოჰემურ ცხოვრებას გაყვა და ნუ ეს ნიჭით დაიკარგა ერთი სიტყვით. შემდგომ დათო როცა გარდაიცვალა, მე მისთამი აი მეგობრობამ გადამოწყვეტა რომ ჩემი შვილისთვის მესწავლებინა ჭადრაკი და ვასწავლე ბავშვს ჭადრაკი, ჩემებურად ახლა დამწყები ქუჩის ეზოს მოთამაშე. და გარკვეული პერიოდი ბავშვს წარმატებები ჰქონდა. საქართველოს მასშტაბით სამეულში შედიოდა ასაკობრივში და თუმცა მთავარი იდეა აი გული დღესაც უწყდება რომ ჭადრაკს არ გაყვა. მაგრამ მთავარი იდეა იმაში იყო რომ აი სწრაფი აზროვნების შესაძლებლობა მისცა ბავშვს ამ ჭადრაკმა და პროგრამისტი გახდა. და ჩემი ის არის რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება მეტი ბავშვები ახალგაზრდაობა ჩავთო თამაში. აი გარკვეულად ახლა ლუკას შვიცეს ჩემი ვაჟის გუშეს მეცენატობას მომავალი წლისთვის გარკვეულად ახლა რაღაც პრიზებია რაღაცებია ეს მისგან არის მან შეიძინა ეს ყველაფერი. სენაკის რადიო. ძალიან მიხარია რომ ესეთი ტურნირს ჩაეყარა საფუძველი სამხედრო დასახლებაში და იმედი გვაქვს რომ შემდეგ წლებში უფრო კარგად და მასშტაბურად ჩავატარებთ დათო ჩაჩიბაიას სახელობის ტურნირს ჭადრაკში. პრინციპში ჭადრაკის განვითარებას ძალიან შეუწყობს ეს ხელს და უგრძნობრო დიდი მომავალი აქვს ამ ტურნირს. ხო და მთელი ბავშვობა მოკლედ მის პარტიებზე, მის წიგნებზე ვარ გაზრდილი და პრინციპში კახასთან მის ბიჭთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს და სულ მასთან დავდიოდი ხოლმე სახლში და ვთამაშობდით ჭადრაკს და ნუ ძალიან მჭიდროდ მოკლედ ვარ დაკავშირებული ამ პიროვნებასთან და ასე რომ რაღაცნაირად გვინდოდა რომ მის სიხსოვნისადმი მიძღვნილი ყოფილიყო ეს ტურნირი და თან რაღაცნაირად მადლობა გადაგვეხადა მისთვის და იმედი მაქვს რომ გამოვიდა ეს და თვითონ საზოგადოება შეაფასებს ამას. ან ეხლა ან წლების მერე თუ კიდე გაგრძელდა და იმედი მაქვს რომ ასე იქნება. სენაკის რადიო. მოკლედ საფუძველი ჩაეყარა თქვენი მეგობრის სახელობის ტურნირს და ეს არის პირველი ნაბიჯი და პირველი თამაში და ტურნირის პირველი დღე, ხო? დიახ, პირველი. თუმცა სენაკის მუნიციპალიტეტს აქვს გარკვეული ტურნირები და სამხედრო დასახლებაში ვინც ახალგაზრდები არის ახლა იქ ვინც ამაშობენ ამ ტურნირს. კიდევ არიან ბევრი ბავშვები აი ჭადრაკს ეზიარნენ დათოსაგან. და მინდა რომ აი იქ ბავშვებს ხელი შეუწყოთ, უფრო მეტი შეუწყოთ ხელი, რომ
სამყაროში შემოვიყვანო და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რაღაცას აი სწრაფი აზროვნება, სწორი გათვლებით ბევრ რაღაცას მიაღწევენ. დათო ძალიან ისეთი აი ძალიან პრაგმატული და ძალიან ისეთი გითხრათ აი ცოტა რომანტიკოსი ბიჭიც იყო დათო. და აი უბრალოდ აი გაუმართავობა მისმა ტურნირზე და გული მწყდება რომ ამ ბიჭმა თავისი ნიჭის თავის დროზე სტურუას მოუგო, სტურუა ძალიან ცნობილი მოჭადრაკეა და 16 წლის ბავშვი იყო, ის უკვე საერთაშორისო სტარტი იყო და აი სტურუა ისე გაცეცხლდა რომ დაფაც აუყარა მე მგონია ტურნირზე. ის მოულოდნელი იყო მისთვის რომ ამ ბიჭმა მას მოუგო 16 წლის ბავშვი. პირველ საათზე დავიწყე თამაში, თამაშობს 10 არის ეგეთი რაპიდია მისახელობის, სახელი ქვია იმ თამაშს 10 წუთი პლუს 5 წამი დამატებული ყოველ შულაზე. და აი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 5 წურად. და გამოვლინდება გამარჯვებული, მეც მონაწილეობ, მეც ვთამაშობ. აუცილებლად სასაფლაოზე ავალთ, იქ სანთელს დაუნთებთ, ამ მედალოსნები ავლენ და ალბათ მისulis გაიხარებს, რომ ვიღაცას ახსოვს. ეხლა ოჯახს კი ახსოვს, მაგრამ ოჯახის მიღმა ლიკა ჩაჩიბაია დღეს ჩვენი ერთ-ერთი საპატიო სტუმარია. გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირი, ვისი სახელობითაც არის ეს საჭადრაკო ტურნირი, არის მისი მამა. როგორი ადამიანი იყო, რა გახსოვთ მისი და საერთოდ რას გვეტყოდით მასზე? მამა 14 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა, ძალიან პატარა ვიყავი. რაც მახსოვს, ეს იყო ძალიან თბილი ადამიანი, ძალიან მოსიყვარულე. ძალიან უყვარდა, როდესაც გვასწავლიდა ჭადრაკი, როდესაც კარგად ვიცოდით. და გასწავლიდა? კი, მასწავლიდა, მახსოვს, არა მარტო დაბაზე თამაშს, მახსოვს ზეპირად თამაშსაც მასწავლიდა ჭადრაკს. ჩემთვის უფრო დათოს პორტრეტს გამოხატავს სხვა თვისები, მაგალითად ძალიან პრინციპული იყო, სამართლიანი იყო და ყოველთვის ცდილობდა რომ სწორად მოქცეული იყო. რაც მახსოვს, ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა, ყოველთვის ცდილობდა რომ ჩვენთვის მარტო ჭადრაკი არა, ჭადრაკზე მეტი ესწავლებინა. ყოველთვის გვერდში გვედგა და არა მარტო ჭადრაკს, ანუ ცხოვრებაში ვფიქრობ სამართლიანობასაც გვასწავლიდა. 1978 წელს როცა საბჭოთა კავშირი აპირებდა ესე ვთქვათ შემოიტანა საქართველოს შემოიღო უფრო გაეცელებინა რუსული ენა. აი მაშინ ცნობილი აქცია რო იყო, ძალიან ბევრი ქართული მოქალაქე გამოვიდა მაშინ ქართული ენის დასაცავად. მაშინ იყო 15 წლის და ვიცი რომ გამიგია მითხრეს რომ იმ აქციებში იღებდა მონაწილეობას. ასევე მისი ამბოხება კიდე გამოიხატება იმაში რომ იბრძოდა სისტემის წინააღმდეგ ამ მხრივ ხასიათის ამტვისებით ვადარებდი თვითონ ზიად გამსახურდიას. იმიტომ რომ საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ეროვნულ მოძრაობაში შევიდა, ოღონდ ოჯახისებრობა არ იცოდა. თუმცა ეს გამეროებული იყო იმით, რომ როგორც ნამდვილ პატრიოტ ადამიანს უყვარდა სამშობლო, უყვარდა ენა, უყვარდა რელიგია.
ჩემი აზრით წარმატებული მოჭადრაკე იყო 78-ში, გარდა იმისა, რომ იქ აქციაზე იყო, 78-ში მიიღო პირველად მონაწილეობა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატში და მაშინ იყო 15 წლის. სტაბილურად 90-იან წლებამდე სტაბილურად თითქმის ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას, მაგრამ პარალელურად ეს რაღაცებსაც ახერხებდა. ოჯახის შექმნასაც მათ შორის. მოდით თქვათ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ეს ინიციატივა ოჯახიდან არ მოდის. დღევანდელი დღის არ მოდის, ამას წინათაც რამოდენიმეჯერ ჩატარდა მერიის მხარდაჭერითაც, თუმდაც დათოს და მამამ ჩემის და მამი და ჩემის სახელობის ტურნირები და ეს ინიციატივაც მისი მეგობრებისგან, საჭადრაკოს მომხმარებელისგან ემოტიურდა. მამი და თქვენიც მოჭადრაკეები. მამიდაც დიახ თამაშობდა, აქტიური მოჭადრაკეები იყვნენ თათო და მე. დაძმანი არიან 4-ივე თამაშობდნენ ბავშვობიდანვე ჭადრაკს. უბრალოდ უფრო აქტიურად თათო და მე იყვნენ ჩართული მოსახლეში. საკმაოდ აქტიურად იღებდა ბავშვობიდანვე სპარტაკიადებში მონაწილეობას, ვიცი რომ თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი არის შემოვლილი. მრავალგზის გამარჯვებული ამ სპარტაკიადებში საქართველოს ჩემპიონატზეც როგორც წინა ბოქსინი თითქმის ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას. სენაკის რადიო. სენაკს იმდროინდელ საჭადრაკო სამყაროში ეძახდნენ საჭადრაკო მექას, იმიტომ რომ მრავალი წარმატებული მოჭადრაკე გამოზარდა კვალიფიციური მწვრთნელების დამსახურებით და ფიქრობ ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო დათოც, როგორც მოჭადრაკე მაშინ. ანუ თავისი წვლილი შექონდა. იქ იყვნენ სხვა მოჭადრაკეები ძალიან წარმატებულები. სენაკის რადიო. არქივი გვაქვს, რა თქმა უნდა, საჭადრაკო კუთხით მე შევაგროვე რაღაცეები, გაზეთებში რაც წერილობდა იმ დროინდელ გაზეთებში ბებია დათოს დედა აგროვებდა ამ მასალებს. და ამაყობდა მაგით რა თქმა უნდა. რაც შეეხება საავტორო სულებს და საჭადრაკო სტილს, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა მოჭადრაკემ გოჩა ტობია მითხრა ერთხელ, რომ აი ქონდა იმის ამბიცია, რომ შეექმნა ქართული დებიუტი. ქონდა იდეა, რომ ხო არ გვეცადა. სამხედრო დასახლებაში მახსოვს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა დათმობილი, სადაც მოსწავლეები დადიოდნენ, ასწავლიდა მან. თამფა ჰქონდა კიდე გაკეთებული თავისი ხელით საჭადრაკოს, თავისი მითვიწებებული მაგიტერებით ფიგურებზე. ხელთნაკეთი ესე. ხო, ესე ფიგურები იყო ხელთნაკეთი. და კიდევ ასწავლიდა სამხედრო დასახლებაში სკოლა, რომ არის მე-6 საშუალო სკოლა, თავისთავად ასწავლიდა ჭადრაკს. და რა ვიცი, სახში ყოველწლიურად ყავდა მასწავლებლები. მეორე რამეს ვასწავლიდა, არა მარტო ჭადრაკიც. ვფიქრობ, რომ ჭადრაკი რაღაცნაირად განსაკუთრებული ხელოვნებაა. არა მხოლოდ სპორტი, ინტელექტუალური სპორტის გარდა, მე ვფიქრობ, რომ ჭადრაკი ადამიანებს სტრატეგიულ აზროვნებასაც ასწავლის და როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო მისი გათვლა, რომ აქედან სამხედრო დასახლებაში ბავშვებთან ჭადრაკის სწავლებას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე თვითონ რეალიზებას საკუთარი შესაძლებლობის. რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროს უთმობდა. იმიტომ რომ სურდა, რომ უფრო მეტი განათლებული ბავშვი ყოფილიყო, იცოდა და ალბათ როგორ თქვა, ის საჭიროება რომ იყო ამ სამხედრო დასახლებაში, რომ ბავშვებს უფრო მეტი განვითარება ჰქონდათ და ამ კუთხით თავის აქტიურად მუშაობდა. და რა თქმა უნდა, სამხედრო დასახლება მისმა მეგობრებმა ძალიან საინტერესოდ დაუბრუნეს ეს ყველაფერი. წლების შემდეგ სენაკის რადიო. 23 წლის შემდეგ რომ ამ ადამიანს ახსენებენ, ეს უკვე მეტყოლებს იმაზე, რომ ადამიანებს თავისი ჩუმი ქველმოქმედება და გაკეთებული საქმეები ყოველთვის, ასე ვთქვათ, ხვდებათ
და უბრუნდებათ სიკეთით, ხო? თქვენი დღევანდელი ემოცია მაინტერესებს, რამდენად ისეთია. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ და პირველად როდესაც აი ბატონო გოჩამ დამირეკდა მითხრა ამ პარტიის შესახებ, არ ვიცი, ისეთი ემოციები მქონდა, ბოლომდე ვერც გავიაზრე რა მითხრა, ისე გამიხატა რა თქმა უნდა სამაყო, როდესაც ამდენი წლის შემდეგაც იხსენებენ მამას, აწარებენ მისი სახელობის ტურნირებს და რომ ახსოვთ. ჩვენთან ლიკა თქვენი ბიჭიც აქვე იმყოფება, აქვე არის. რამდენად მოსწონს მას ჭადრაკის თამაში და რამდენად ასე ვთქვათ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალი ტურნირის მონაწილე თუნდაც იქნება. ნიკოლას შულაია არის 8 წლის, დადის ჭადრაკზე სწავლობს, რამოდენიმე ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქვს სერტიფიკატით და აქვს სიგელიც. ძალიან უხალია სერტიფიკატების აღება და ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებლად გააგრძელებს ბაბუას დატოვებულ მემკვიდრეობას. სენაკის რადიო. პრესაშიც არაერთხელ დაბეჭდილა დათოს შესახებ ინფორმაცია და ერთ-ერთ წიგნში კიდევ ასეთი სტატია დაიბეჭდა, ასეთი სათაურით. სადაც ნაადრევად ჩამქრალი ვარსკვლავი. ძალიან საინტერესოა, წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებ, რომ ეს ტურნირი იმდენად ტრადიციული იყოს, რომ იყოს ყოველწლიური, ყავდეს ძალიან ბევრი მოჭადრაკე და ძალიან დიდხანს ანათებდეს ვარსკვლავი, რომელიც აამთო ბატონმა დათო. დათო ჩაჩებაია საჭადრაკო ნიშთან ერთად უამრავი ადამიანური ღირსებით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. მისი ნაცნობ მეგობრები ალბათ ერთ შემთხვევასაც ვერ გაიხსენებენ, რომ დათოს თუნდაც უნებლიეთ ვინმესთვის ეწყენინებინოს, რადგან ბუნებით იყო მშვიდი და კეთილშობილი. თავად კი ბევრჯერ აუტანია დაუმსახურებელი წყენაც და შეურაცხყოფაც. უმიზეზოდ სამსახურიდან დათხოვნაც. საოცარი კია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნიჭიერ მოჭადრაკეს ცხოვრების და შემოქმედების ელემენტარული პირობებიც ვერ შეუქმნეს, რომ მხოლოდ ჭადრაკზე ეფიქრა. ვინ იცის, ქომაგებისათვის რამდენი სიხარულის მოტანა შეეძლო, მაგრამ ნაადრევად ჩაიფერფლა მისი ვარსკვლავი. სენაკის რადიო. მეგობრებო, ალბათ დღევანდელი დღეს შედგა პირველი ნაბიჯი, რომ აი მომავალში უკეთეს ტურნირი რომ ჩავატაროთ. გამარჯვებულებს ულოცავ შემეგოს დიდი მადლობა ბატონ ზურაბს. ვეცდებით რომ მომავალ წელს უკეთესი გავუკეთოთ, ცოტა უფრო მასშტაბური, მაგრამ საიდღანაც უნდა დავიწყოთ ალბათ. პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგეთ, პირველი ნაბიჯი გადავდგეთ.